Am dromde imeda კლდიაშვილი საქალაქო სასამართლოში არ მოუყვანიათ სატყავთ გადაყვანილი სამოქალაქო აქტივისტი, რომელსაც ხელბორკილები შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა დაახლოებით საათნახევრის წინ დაადეს. ეს არის კითხვა, რომელზე პასუხის ვერც იმედა კლდიაშვილის ადვოკატმა ამ დროისთვის ვერ გაიგო. უფლებადამცველი იზოლატორ რეკავს სხვადასხვა დაწესებულებაში, პოლიციის განყოფილებაში, რომ გაარკვიოს სატყავთ მოთავსებული პროევროპული აქციების აქტიური მონაწილე სამოქალაქო აქტივისტი, თუმცა უფლებადამცველებს არ აწვდიან ინფორმაციას კლდიაშვილის სამყოფელთან დაკავშირებით. იმედა კლდიაშვილს მისი ოჯახიც ეძებს, ის მრავალშვილიანი მამა არის, შვილებთან ერთად იდგა ბოლო 1 წლის განმავლობაში რუსთაველის გამზირზე ქვეყნის მომავლის დასაცავად. სავარაუდოდ იმედა კლდიაშვილსაც გზის გადაკეტვას ედავება საგამოძიებო უწყება. უფლებადამცველი ჩვენთან საუბრისას ახლა იმ დარღვევებთან დაკავშირებით ამახვილებს ყურადღებას, რომელიც გელა გელაძის უწყებამ ტრადიციად აქცია. ბოლო რამდენიმე დღეა დაკავებულებთან ადვოკატებს არ აძლევენ შესაძლებლობას გასაუბრებისაც კი სასამართლო პროცესების დაწყებამდე. იმედა არის ადამიანი, რომელიც წლების განმავლობაში გამოხატავდა თავის სათქმელს. მე ძალიან მინდა მოგიყვეთ მისი დაკავების დეტალები და ისთვის დააკავეს და თავად როგორი აზრი აქვს ამასთან დაკავშირებით, თუმცა ადმინისტრაციული ორგანო როგორც ყოველთვის ეხლაც არგუმენტებას საწყავდა. მე მის უფლებადამცველს არ მაძლევ საშუალებას, რომ სასამართლო პროცესამდე გავესაუბრო, სავარაუდოდ მოითხოვენ პატიმრობას და ყველანაირი არგუმენტაციის გარეშე ამ ადამიანს გაუშვეს. რუსთაველის გადაკეტვა კი არ უშლით, ნერვებს უშლით, რომ მთელი საქართველო მათი გონია და იქ რო ვიღაც ადამიანი გამოდის და აფიქსირებს და ამბობს იმას, რისი მოცვენაც ქართულ ოცნებას არ უნდა, ეგ უშლით ნერვებს და უნდათ ეხლა თავის სამორჩეულს აჩვენონ, რომ აი ეხლა ციხეებში გაუშვა და ამხა ციხეები შეეშინდება და აღარცად აღარ გამოვლენ და მგონი უნდა მივხვდარიყვნენ ამ თითქმის 1 წლის განმავლობაში, რომ არ ეშინიან. გუშინ ვიმყოფებოდი ჩემს მეგობარ ელენეს საერთოდ საპროტესტო აქციაზე, შემდეგ ვნებოდით ერთად სახლში, გადროსაც ძალიან ბევრი პოლიციელი დაგხვდა, გთხოვეს პირადობები, გაგჩხრიკეს და შევიდგინეს ოქმი. მე არ მქონა პირბადი და ჩემს მეგობარს ჰქონდა და პირბადის გამო დაწერეს ოქმი. ველოდები რომ დაგვაკავებენ დღეს თუ არა ხვალ მაინც, იმიტომ რომ დღეს დაიწყეს 19-ში ვინც იყო აქციაზე იმათ დაკავება. ეს არის მიზამიმართული რეპრესიები და ძალიან დიდი ხანი არ გაგრძელდება ეს ყველაფერი და ძალიან დამთავრდება. რუსთაველის გადაკეტვა არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ბევრი ხალხი მოდის ყოველდღიურად და ყოველდღიურად გადაკეტვა არის მნიშვნელოვანი. რეჟიმი წუხდება ამ ყველაფრით. და კი, დღესაც ვაპირებ მისვლას არ მეშინია ამაცი. ივანიშვილის დავალებით აღსრულება აქვს დაწყებული ქართულ ოცნებას და მის საგამოძიებო უწყებას იმ დრაკონული კანონის, რომელიც დაჩქარებული წესით მიიღეს სწორედ იმიტომ, რომ რუსთაველის გამზირზე ხალხი აღარ გავიდეს და საკუთარი პოზიცია არ დააფიქსიროს ქართული ოცნების პოლიტიკის წინააღმდეგ. ამ ეტაპზე ადმინისტრაციული წესით შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 ადამიანი ყავს დაკავებული, თუმცა დიდი ალბათობით დაკავებების სერია გაგრძელდება, რადგან ნადირობა აქვს გამოცხადებული ევროპული მომავლის მცველების მიმართ სწორედ გელა გელაძის უწყებას. დაკავებულებიდან 6 არის ქალი, ამიტომ დღეს პირველები ქართული ოცნების წევრებს ვეკითხებით, რომელ ქართულ ტრადიციებში და ფასეულობებში ჯდება სწორედ პროტესტის გამოხატვის გამო მოქალაქეების დაკავება. რა პასუხები მივიღეთ დღეს ივანიშვილის გუნდის წევრებისგან, ამას ახლა ჩვენი მაყურებლები მოისმენენ. ვერც სქესი, მოდი ესე ვიტყვი, მაშინ ვერც პროფესია მოქმედი თუ ყოფილი ვერ იქნება ინდულგენცია კანონის წინააღმდეგ. რომელ ღირებულებებზე არ მინდა უბრალოდ შევიდა, არ მინდა უბრალოდ შევიდე. მცირეწლოვანი შვილები იყო, მიხედო მცირეწლოვან შვილებს და მეორე თუ აქციაზე რაიმის გაპროტესტება უნდა გააპროტესტო კანონის ფარგლებში. აი გეტყვი, აი 70 წლის დევნილი ქალი, ხო? აი წარმოიდგინეთ, რა დონის უტიფარია, რა დონის ყველაფრისგან დაცლილია ის ადამიანი, რომელიც ქალბატონი იქნება, არასრულწლოვანი იქნება თუ ნებისმიერი ადამიანი, ხო ამბობთ, რომ მოწყვლადობაზე მიყავთ, ხო? რომ ამ ადამიანს იყენებს, აი იმ სიბინძურის თუ იყენებს პირდაპირ მნიშვნელობით, იმიტომ რომ არ არსებობს შეგნება შორს არის იქიდან, როდესაც კანონს არ ღვევს. თუ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც პირდაპირ არ ღვევს კანონს, არის ან შეუგნებელი, ან პირდაპირ იძახის, რომ არა, მე უნდა დავარღვიო კანონი და დგას და პირდაპირ მიდის კანონდარღვევას და კანონი ამაზე პასუხს გასცემს.
საქალაქო სასამართლოში ახლა იმედა კლდიაშვილის გადმოყვანას ელოდებიან ადვოკატები, რომ დაიწყოს მისი სასამართლო პროცესი. სამოქალაქო აქტივისტი არის იმედა კლდიაშვილი, რომელსაც ხელბორკილები დაახლოებით საათნახევრის წინ დაადო გელა გელაძის უწყებამ. ამის პარალელურად კი სოციალურ ქსელებში ევროპული მომავლის მცველების ხალხი, ვინც რუსთაველის გამზირზე პროტესტში იღებს მონაწილეობას, კამპანია აქვთ მათ წამოწყებული. ერთმანეთის მიყოლებით ისინი სოციალურ ქსელში აქვეყნებენ სტატუსებს, წერენ რომ გადაკეტეს გზა და იმყოფებოდნენ პროტესტზე. ამ ფორმით აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მათ არ ეშინიათ იმ დრაკონული კანონის, რომელიც ოლიგარქის რეჟიმმა ამოქმედა და დღესაც გეგმავენ რუსთაველის გამზირზე გავიდნენ და ქვეყნის ევროპული მომავალი დაიცვა.